შეუძლია დალევა. მესამე კვირის ვლოგს ვიღებ და გეტყვით, რომ პროცესი არის უზომოდ საინტერესო. დღეს ვცადეთ პირველი ვიდეოს, ვცადეთ რომ დღეს დავამონტაჟეთ პირველი ვიდეო და ხვალ უნდა დავიდოს პირველი ვიდეო, ამიტომ ძალიან ნერვიულობ, მქონდა მომენტები, რომ საერთოდ ვინ უნდა უყუროს თქო ვფიქრობდი და რატო შეიძლება რომ იყოს საინტერესო თქვა, როცა უკვე დადების დრო მოდის, ესეთ ცოტა ნეგატიური ფიქრები მომდის, ამიტომ ძალიან დამჭირდება თქვენი უკავშირი საერთოდ საინტერესო არის თუ არა მსგავსი ტიპის ვლოგები, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ბევრ უცხოელს ვუყურებ. მოვედი რაღაც დროით ადრე და ცოტა ხანი მანქანაში დაველოდები წვიმს გარეთ და იქნებ გადაიღოს. დღეს მოცვია ყავისფერი, თუ მოყავისფრო ტანსაცმელი. ძალიან დიდი მიღწევა არის ჩემთვის ეს, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს დავიტყოდი, რომ ბოლო რამოდენიმე წელია გავხდი შავ ტანსაცმელზე დამოკიდებული. თავიდან ვაბრალებდი ერთ-ერთ სამსახურს, იმიტომ რომ სამსახურში ძალიან ცუდად გუძნობდი თავს და ძალიან დასტრესილი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ აი სტრესის ფონზე უცბად შავი ტანსაცმელი ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის და მაგიტომ მეცვა, მაგრამ გამიგრძელდა ეს ყველაფერი და დღევანდელ დღემდე ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, ანუ კარგადას რომ ვაღებ, შავი ტანსაცმლის გარდა სხვა არაფრის ჩაცმის სურვილი არ მაქვს. და ძალიან აღარ მომწონს ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ ყველა აღნიშნავს და ყველა ამას ხაზს უსვამს და მე თვითონაც ვგრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. ყველაფერი შავი მაქვს აბსოლუტურად, აი პიჯაკები, შარბლები, ფეხსაცმელები, ასე შემდეგ და დამინდა რომ განვაახლო გარდერობი შედარებით ფერადი ტანსაცმლით, მაგრამ მეორე საკითხი მაქვს ის, რომ ვფიქრობ, რომ არ მიხდება ბევრი ფერადი რაღაც. ნუ ყავისფერი მიხდება, კი ბატონო, მწვანე მიხდება ძალიან, ოღონდ აი რომელი მწვანე იცით? military green რაც არის და არა მწვანე. ბალახისფერი მწვანეს არ გულისხმობ. მუქი უფრო, შავი თავისთავად ძალიან მიხდება და ერთადერთი კიდე რაც ვიცი რომ მიხდება არის სტაფილოსფერი. აი სიამოვნებით გავაკეთებდი იმას. TikTok-ზე მოხდება აი ფერთა პალეტრას რო ადებენ ესე გულზე და ფერებს რო ხსნიან და რო ხდებიან, რო ეუბნებიან რომელი ფერი უხდებათ და არ უხდებათ. რაღაცნაირად არ მიფიქრე აქამდე ამაზე არასდროს, მაგრამ მოკლედ შესაძლებელი მაქვს ეს ძალიან ცუდი ჩვევა. აი დღესაც მინდოდა რაღაც ღია ფერის შარვლის ჩაცმა, მაგრამ რადგან ზებიდან ღია ფერის ჩავიცვი, მე შავი შარველი ჩავიცვი. ამიტომ მოკლედ მინდა რომ აი სრულიად შევძლო გარდერობის გადახალისება. თუ ვინმე ხართ შემნაირად მითხარით ასევე მეგონა, ანუ სამსახურის სტრესთან ერთად მეგონა რაღაცა ფარული დეპრესია ხო არ მაქვს თქო, რის გამოც აი ეს შავი ტანსაცმელი თავს რაღაცა კომფორტულად მაგრძნობინებს თქო, მაგრამ რა ვიცი, არა. არაფერზე არ აისახება დეპრესია, სხვა ყველა მიმართულებით ძალიან კარგად გრძნობ თავს. ხასიათიც სულ სტაბილურად კარგი მაქვს, ამიტომ არ ვიცი. რას ნიშნავს ეს და სასწრაფოდ აი ტექნიკურად უნდა მივუდგე ახლა ამ საკითხს, იმიტომ რომ ვგრძნობ რომ რაღაცის გამოვაკეთებ, მაგრამ ყველაფერზე რაღაც ფსიქოლოგიური კომფორტისთვის და მინდა რომ ტექნიკურად მივუდგე, ანუ ტექნიკურად შევცვალო, თავს დავაძალო ფერადი ტანსაცმლის ჩაცმა, რომ მე იქნებ შევძლო შინაგანადაც სამჩემი შინაგანი დამოკიდებულების შეცვლა. წავედი ახლა, უკვე ხედავ რომ ჩემი სტუდენტები გადმოდიან მანქანებიდან და ცოტა უხერხულია. დროებით დღეს ალბათ მეც არაფერს ვიზამ, შევხედოთ საერთოდ სახში წავალ და დავიშვენებ, იმიტომ რომ ძალიან ტკივა თავი. უბრალოდ მეორე წამალს ვერ დავვლებ, თორემ სიამოვნებით ვიმოყოლებდი. დროებით წავედით სახლში. დავამონტაჟეთ ვიდეო და ხვალიდება პირველი ვიდეო. გული მიცემს. დღეს ღამე კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ და რა იქნება. ნახოთ. ამ ვიდეოს საერთოდ დავდებთ თუ არა, ახლა რასაც ვიღებ. პირველი ვიდეოს მერე გადაწყდება. See you. შაბათი დღე არის, მოვდეთ ნაცვის ხე, დილით და ახლა მივდივარ კიკეთის ფერმაში. ჩემი მეგობრები უნდა დასხდნენ ცხენებზე, მაგრამ მე ძალიან მეშინია ცხენის.
ამიტომ უბრალოდ გავისეირნებ და ველოდები ახლა რომ გამომიარონ ბაგებში დგავარ ეცინება, მაგრამ ძალიან ამინდი არის. კიკეთში სავარაუდოდ უფრო ცივა, ახლა მოცვია ჟილეტი უბრალოდ თბილი და აქვს წამღებული ძალიან დიდი კურტკა და ჩავიცვამ თუ შემცივდება. ადრე ვარ ნამყოფი კიკეთის ფერმაში, ჯერ კიდევ ახალი გახსნილი იყო. ამიტომ ახლა სავარაუდოდ რაღაცები დამატებულია და დავათვალიეროთ ერთად. ცხენის მეშინია, იმიტომ რომ ბავშვობაში გურიაში ვისვენებდი და ჩემს მეზობელს კოჭში ჩაარტყა ჩლიქი ცხენმა დაჯდომის დროს და კოჭი ჩაეფშნა ამ ადამიანს და მოკლედ ცუდად მოგჩარჩენილი, ამიტომ მე ცხენზე თან დიდი ბოდიშით. მეორე შემთხვევა კიდე ბახმაროში დავუჯექი ჩემ მეგობარს და ძალიან მაგრად გააჭენა შემაშინა და მოკლედ მე ცხენზე არა შორიდან ძალიან მოყვარს ალომაზია, მაგრამ ვერ დავხვდები, შანსი არ არის. და ვუყუროთ ცხოვებს, დავათვალიეროთ, გავსინჯოთ საჭმელი და გაგიზიარებთ რა მომეწონება და რა არა. წყნეთის გზაზე არის ეს უსაყვარლესი პოლი. გამარჯობა. გაგვაცანით თქვენი ჰოტდოგები. ჰოტდოგი გუნა, როგორი ჰოტდოგია? ჰოტდოგი? ეს არის გრილზე შემწვარი ჰოტდოგია. ესეთი სოსისი გაქვთ ხოლოდ? უფრო ხა. იქ გუნდა. რამდენი გინდა ჰოტდოგი? მე არ მინდა. ორი ცალი? ორი. ანუ მე პროსტა თქვენი ხათრი ვჭამდი. კი, მე მინდა. მე დინით მარტო არ ვჭამ. მეც ძალიან ცოტა მდოგი, ზუსტად ეგ რო ქნათ ჩემთან. აგინე ხარ დაგის. ამ ჰოტდოგს უგემრიელესია, დავაყენოთ კამერა. ტყვიანია, ნახე როგორ დადგა. ძაღლი რომ მოყვება, ვაფშე ვერ შეამჩნია, ხო? ამოვედით კიკეთში, ძალიან ცივა. ესენიც ვერ დაჯდებიან ცხენებზე, მეგობრებო, ეხლა შევჯდებით სადმე თბილად. დავლებთ ჩაის. და ძალიან გემრიელ. აბა გვანახე, რას ვიღებთ. პარალელურად ბიზნეს. გამიკეთეთ ეს რაღაც ვერ მომსკრენ. გამიკეთე ფუძი, ჩემი კარია მაგრამ. ეს ცოტა სხვანაირი აიღე შენ. არა, პირიქით ხო არ დაიხურებ თქო. მე პირიქით გახურავ შენ. არა. ულამაზესია. ძალიან. ბრავო. შემოვედით ეხლა ერთ-ერთ რესტორანში, კიკეთის ფერმაში, დასაწყისშივე არის, სახელი არ ვიცი სიმართლე რა გითხრათ. ადრე ვარ აქ ნამყოფი და არ მომეწონა საჭმელი, მაშინ მახსოვს რაღაც არც კიდრი და პამადე რომ მომეწონა და არც ხაჭაპური, მაგრამ ეხლა როგორც ხედავ, აქვთ განსხვავებული მენიუ და საოცარი გარემო. ანუ ჯერჯერობით ხედავთ ბუხართან და ველოდებით რომ ცხენებიდან ამოვიდნენ ჩვენი მეგობრები და შევუკვეთავთ რამეს, იმიტომ რომ ჯერ ლობიანი გამოიყურება სასწაულად. და რაღაცნაირად მომსახურე პერსონალიც განსაკუთრებულად ვიღიმიან და ძალიან რაღაცა სიმყუდროვია, მოკლედ შეგნით ადრე გარეთ ვიჯექი, ზაფხულის პერიოდი იყო და რაღაც მახსოვს რომ ზეში გვინდოდა ჯდომა და ვერ დავსვეს. მაგეთის გადაადგილების საშუალება არ მოგცეს და მოკლედ ახლა ვნახოთ რაღაცა მე მგონი შეცვლილი არის რაღაცეები და გაგიზიარებთ საჭმლის ამბავსაც. ეხლა რომ დავფიქრდი, რადგან კიკეთის ტერიტორიაზე არის ასევე სასტუმროები და რაღაც პატარ-პატარა ქოხები და ეს რესტორანიც რადგან ეს ახალწლოდ ძალიან კარგად ფუნქციონირებს, დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს აქ
აი ალბათ ძალიან დიდი სიამოვნებით წარმოიდგინეთ არც მანქანაზე დაგჭირდება დაჯდომა მეგობრები ბევრნი ერთად რო ამოხვიდეთ ყველა სხვადასხვა სახლებში რჩებით ეს გაუთავებელი რაღაცა დალევები, გადაპატიჟება, გადმოპატიჟებები აქ ცდებოდა და მოკლედ იდეალურად ირახშმებდი, ისაუზმებდი ბუხართან, მოკლედ ახალი წელი მინდა აქ. მაგრამ ნახოთ. ვიკითხო, ახლა საერთოდ თუ ხდება რამე ახალ წელს. 1 იანვარს გაისეირნებ. მოკლედ რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო სიწყნარისკენ მიმდის გემოვნება. აქამდე ძალიან მიყვარდა ფეიერვერკებიანი ახალი წელი, პრინციპში რა ფეიერვერკს აქაც გავუშვებ. იდეალურად კითხავთ ხართ, აუ უკაცრავად. აქ ახალ წელს რა მეხდება? კი, რა ხდება? ანუ ზუსტად მაგრამ რომ უშოვდით. ოკეი. და მაგიდები იჯავშნება ჩვეულებრივად ალბათ წინასწარ. კარგი. ოკეი, მეგობრებო. მინდა ცოტა შავი შოკოლადის გამოდაყვებოდა, მე არ მიყვარს საერთოდ ლავა ქეიქი და მე არ შეჭამდი, მაგრამ მოეწონათ შოკოლადის ექსპერტებს, მოეწონათ. ესე იგი პიტნის შაი არის გემრიელი, ჯინჯერის ჩაი მე არ მომეწონა, მაგრამ ჯინჯერის ექსპერტს მოეწონა და კიდე რისი ჩაი გვაქვს შავი, შავიც გაიქნება. ეხლა ველოდებით კიდე ერთ რაღაცას და გაგიზიარებთ, თუ გაინტერესებთ დარჩით. კვირა დღე არის, გავიღვიძე 10 საათზე და ვიარო ჩქარა, იმიტომ რომ დღეს მაქვს ძალიან ბევრი რაღაც მოსასწრები, მაქვს ძალიან ბევრი სახლის საქმე, ასევე სამსახურის რაღაცები მაქვს მოტოვებული. ხვალ მივდივარ კახეთში, ძალიან დაუგეგმავად დასასვენებლად და ამიტომ წინასწარაც უნდა გავაკეთო რაღაცაები, რომ ეს 3 დღე ლეპტოპის აღება არ მომიწიოს. ასევე ამ კვირაში 4 შაბათს და 5 შაბათს მაქვს ჩასატარებელი ერთი ტრენინგი და ერთი შეხვედრა. 4 შაბათს მაქვს ტრენინგი ჩასატარებელი skill wheel-ში. უნდა ჩავატარო soft skill-ებზე ლექცია. მაგალითად, რა რბილი უნარები ჭირდებათ დამწყებ პროფესიონალებს იმისთვის, რომ გასაუბრება წარმატებით გაიარონ და ზოგადად სამსახურის მოძიების პროცესი გაუმარტივდეთ. 5 შაბათს მივდივართ, ვინც არიცით ასევე მე და ჩემს კოლეგას გვაქვს tech HR-ების community შექმნილი, რომელიც tech HR სფეროში ყველა HR-ი, რომელიც tech სფეროში მოღვაწეობს, მათთვის საგანმანათლებლო community არის და ვატარებთ 6 საქართველოში წამყვანი tech კომპანიის HR-ი master class სტუდენტებისთვის, BTU სტუდენტებისთვის და ასევე BTU-ს ქალთა tech community-ისთვის. და ესეც მოსამზადებელი მაქვს მოკლედ რაღაცები დასაგეგმი. ყველაფრის გაკეთებას დღეს ვაპირებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ კახეთში დავიტვირთო, არ მინდა რომ დავისტრესო დედლაინებით. ასევე ძალიან ბევრ რაღაცაზე ვთქვი უკვე, რომ ახალ წელს ვაპირებ ყიდვას. ხო და უკვე ეს სია ძალიან გაიზარდა. ხო და მინდა რომ ეხლა ძალიან კარგად გადავხედო ბიუჯეტის ფაილს, მე ბიუჯეტის ფაილს ვაწარმოებ, რომელიც ძალიან მეხმარება, რომ საით წავიდეთ მზეში, ნაკეთ. ძალიან მეხმარება, რომ ხარჯები სწორად გავთვალო და ბიუჯეტის ფაილს მინდა რომ გადავხედო და კარგად დავგეგმო ჩემი პრიორიტეტები, რა მაქვს წელს საყიდელი, რა არ არის აუცილებელი, რომ შედარებით ნაკლებად სტრესულად ჩაიაროს ახალმა წელმა. მაქვს რაღაც თავის მოვლის საშუალებების საყიდელი, რაღაცების გამოწერა მინდა, საჩუქრები უნდა მოვიფიქრო ოჯახის წევრებისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ მოკლედ დღეს მაქვს ძალიან ბევრი საქმე. ეხლაც აქ რა ვარ გამოსული. სარეცხი მაქვს შეყრილი. უნდა გავფინო. ეს არის პირველი მისია, რაც უნდა გავაკეთო. ვისაუზმებ ჯანსაღად. ნახოთ. რითი ვიზაუზმებ და დღის განმავლობაში საერთოდ დღეს თუ გადავრჩი, მოკლედ დაგიბრუნდებით. დღეს აიდება პირველი ვლოგი. გუშინ ვერ დავდეთ, იმიტომ რომ რაღაც ვერიფიკაციის პრობლემა მქონდა. უკვე ვნახე პირველი ვლოგი ესე ჩემი ხელით აუჩქარებლად 2 ჯერ ვუყურე. და აი როგორ გითხრათ,
not bad. დასაწყისისთვის მე მგონი ნორმალურია და მიხარია რომ მე თვითონ ხედავ შეცდომებს. მე თვითონ უნდა გამოვასწორო პირველი ყველაზე მთავარი შეცდომები აი გეტყვით არ მოგერიდებით ეს არის საღეჭი რეზინი რომელიც პირველივე ვლოგში რატომღაც ანუ არ ვიცი რატო გადავწყვიტე საღეჭ რეზინს ვიყენებ და მოგიდეს აღარ განმეორდება მეგობრებო ჩემი დიდი გულწრფელი ბოდიში თქვენ მოდი შევტრიალდეთ იმიტომ რომ გითხმაურია და კიდე რაღაცა ტექნიკურ დეტალებს დამონტაჟებას უფრო გავაუმჯობესებთ და ასე შემდეგ და ვნახოთ ფიქრობ რომ მეორე ვიდეო უფრო საინტერესო იქნება მეორე მესამე და რა თქმა უნდა უფრო განვავითარებთ სანამ ამის мотиваცია მექნება და იმედია ძალიან დიდხანს მექნება და იმედია თქვენც დიდხანს იქნებით ჩემთან ერთად დროებით ეხლა წავალ რამოდენიმე ვარჯიშს გავაკეთებ და წავალ სახლში იმიტომ რომ დღეს ბევრი დრო არ მაქვს არაფრისთვის ყველაფერს უნდა უთმოთ ცოტა დრო იმისთვის რომ ნაყოფიერად ჩაიაროს დღის ბოლოს გეტყვით რამდენი რამე მოვასწარი ან რამდენი ფერი მოვასწარი და არავინ არ დამირეკოს დღეს არანაირი იდეით არსად გასეირნებით არსად ჭამით ну ყოველ შემთხვევაში მე ხო უკვე არას თქმა ვისწავლე და არას ვიტყვი კი ბატონო მადლობთ გამარჯობა კვირა დღის მეორე ნახევარი არის დავალაგე სახლი და დღის პირველი ნახევარი პრინციპში სრულიად წმინდას და დავალაგებას დაჭირდა ეხლა არის 6 საათი და დავჯექი ლეპტოპთან რომ მთელი კვირის საქმეები წინასწარ მოვაწესრიგო რომ შვიდად გავიდე შვებულებაში რაც არ მჩვევია ხოლმე სამწუხაროდ მაგრამ ნუ რა ვქნათ კვირა დღის მუშაობაც არ მჩვევია არც ოვერთაიმები მაგრამ ეხლა განსხვავებული სიტუაცია არის პირველ რიგში უნდა დავიწყოთ LinkedIn-ზე პასუხების გაცემით და მინდა გითხრათ რომ ეს არის საკმაოდ შრომატევადი საქმე მისმის რო იჩარების მიმართ ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავთ როდესაც არ გპასუხავს მაგრამ აი რო იცოდეთ რამდენი მესიჯი მაქვს ახლა inbox-ში რაც გაგიჟდებოდით ალბათ ეს პარასკევ დღეს რო ავდექი და მივწერე დაახლოებით 20 ადამიანს 20 ადამიანს აქვს განსხვავებული კითხვა მოწერილი, ანუ ვუზიარებ ძირითადად ვაკანსიის ლინკს, ბენეფიტების შესახებ ინფორმაციას, ეტაპების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ მაინც ჩდება კითხვები. საღამოს 10:30-ია, დავასრულე მუშაობა, ძალიან ბევრი რაღაც მოვასწარე, მაგრამ არ მახსოვდა რომ ხვალ გამოდის 2 ახალი თანამშრომელი ჩემს სამსახურში და ამიტომ დილიდან ვერ წავალ კახეთში და ჯერ უნდა წავიდე სამსახურში და დღის მეორე ნახევრიდან შევძლებ წასვლას. ძალიან ბევრი თასკები ჩამოვწერე, ბიუჯეტიც დავალაგე. ჯარიმები მქონდა მანქანის გადასახდელიც გადავიხადე. და კიდევ რა აბსოლუტურად ყველაფრის აპდეიტები მივიწერე მეილებზე, LinkedIn-ზე ყველას უპასუხე და ასევე გავასწორე კვიზები სტუდენტების, გავასწორე რეზიუმეები. შევახსენე ახალ თანამშრომლებს, რომ ხვალ უნდა მოვიდნენ და ველოდები. მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაც მოვასწარე. ასევე გადავხედე საჩუქრებს, რისიყიდვაც მინდა. და ჩემს საკითხებსაც ეხლა უნდა ავდგე, ჩავლაგდე ხვალისთვის, იმიტომ რომ დილით აღარ მექნება დრო არაფრისთვის წავალ სამსახურში და ონბორდინგების მერე წავალ კახეთში. დროებით see you. Hi, ეხლა არის 3 საათი, გამოვედი სამსახურიდან. ადრე ვერ მოვახერხე გამოსხლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა. ახლაც ლეპტოპით ვზივარ. მაქვს ახალი განათება, რომელიც გამოვიტანე ინექსიდან და ერთად წავიდეთ კახეთში. პატარა ლაუნჯი მოგიწვა. კახციაცია, ეს უკვე კაია. რატო არ გაცვი არაფერი? არაფერი დემასნაირი. რა თქმა კაცო ეგეთები. არა მე მგონი ამოლაგებას აზრი არ აქვს. მე დადეკ უნდა გადაგიღო. ეს არ სადარდა. YouTuberi. აუ ეს აუცილებლად დაიდება, მე ამას ვერ ამოვჭრი. ჩემერი ჩანს არა. ეს არა თორე მე გამივრცელებენ ისაუბრე.
გამარჯობა, გამარჯობა. კარგად. Featuring 4.5 and all leading models. Just go to artlist.io and start creating without რომელი საათი? რომელი საათია? მოგესალმებით, ეს ჩვენი ანა. ვეღარ გადაიღებს ვიდეოებს, ხოთ გავთიშოთ ვიდეო, აგრეთვე მოხდება ყველაფერი დაფარულია. დაუსხინა და ეს არის ჩემი პირველი ჭიქა და მე ვარ ანა. ეს ჩემი მეხუთე ჭიქა და უკვე კარგად. სახელი თქვი. ნინია ვარ. ნინია. გამარჯობა, მე ვარ ნატალი და ესაც ჩემი მეხუთე ჭიქა. მე ვარ თორნიკე და ეს არის ჩემი მეშვიდე ჭიქა. მე ვარ ელენე და ეს არის ჩემი მეხუთე ჭიქა. მე ვარ ბაგრატი და ეს არის ჩემი მეხუთე ჭიქა. მე ვარ დემური და მე ავსო, საერთოდ. ჩემი არის მეორე ჭიქა. მე ვარ ნიკა და ეს არის ჩემი მეოთხე ჭიქა. მე ვარ გიორგი და ეს არის ჩემი პირველი ჭიქა. ნახოთ და მივა თითოეული მათგანი. See you. შემიძლია დალევა. სამდედეს ვიდეოს. აქ შეიძლება და თქვენი რეკლამა ყოფილიყო, აი აქ. რას გვიკეთებს ნატალი? მოგვახედე. იყლიყოები. და ჩემი ვიზუალი ხალ გავაფიქსირა. და ჩემი ძალიან კაია. გავუდა წავედით? რას დავაჭირო აქ? არაფერს, პროსტა წადი. როგორ მიდის? დააჭირე, ბოლომდე დააჭირე. ჩვენ ახლა ვართ კაჭრეთში. ძალიან კარგი მიკეთია. ხო, ეწერება მწვანე სიგნალი. ვართ კაჭრეთში, აქ რა ეკლესიას აშენებენ. და გამოვედით სასეირნოდ, რომელი დეკემბერია? 16 დეკემბერია და არის საოცარი ამინდი. ხალხი არ არის. საერთოდ არ ვიცოდი, რომ კაჭრეთს სამხელო ტერიტორია ქონდა. არ ვიცოდი, კაჭრეთს სამხელო ტერიტორია. ხო, ანუ მე ვიცოდი მარტო იქით, მწვანე ველი ვიცოდი იქით მხარეს, მაგრამ აი აქეთ ვილების მხარეს რო ესე გრძელდებოდა, არ ვიცოდი. და კიდე ჩვენი სახლის გვერდზე რო რაღაც შენობა არის, ყოფილა მეღვინეობა ამათი. და ეგეც ძალიან ლამაზია. ეს რა არის? ხო, ეს სკოლა როგორც ნატალი თქვა. მოკლედ თავიდან გააკეთეს საზაფხულო სკოლად და მე იმდენად დიდი მოთხოვნა ქონდათ ზაფხულში ნომრებზე, რომ იმას ქნეს რა ქვია, ნომრებად გადააკეთესო. შენ იცი რომ კამერამენი არასდროს არ ყვდება? რატო? რატო? კამერამენი არასდროს არ ყვდება. რატო არ ყვდება? არ ყვდება. მოკლედ ოფის გადაღება შეგვიძლია. ჩემი ქმარი მხარს მიჭერს ჩემი YouTube-ის წამოწყებაში. რატომ მიჭერ მხარს? TikTok-ი ხო არ გიყვარდა? ჰა? YouTube-ი საინტერესოა. YouTube-ი უფრო საინტერესოა, კი ბატონო. პირველად არ გააკრიტიკა ჩემი ნაბიჯი. აი მე დედა რა ვიცი. მართლა ეგრეა. ყოველთვის არასტახი. პირველად არ გამაკრიტიკა და პირველად დამიჭირა მხარი ესე, რომ დაჟე მიღებს. ხედა, ნახოთ აბა რა გამოვა. თვითონ უყურებს ძალიან ბევრი YouTube-ს. ვინ არის შენი საყვარელი YouTuber-ი ხარ? ჩემი საყვარელი YouTuber-ი არის ანა ანტულაძე. არა, თქვი რომ კაკო გიყვარს. ხო და კაკო თავიდანვე მაღიზიანებდა, რატო იცი, შენ რო გიყვარდა იმიტომ. და თან რაღაცნაირი რო იყო, აი ცოტა wild guy რა. ხო და ეხლა აი სხვა YouTuber-ებს რო ვადარებ და თან აი კონტენტ კრეატორების რაღაც რომ მოვაწყოს, ხო იცი? აი მან არის უსაყვარლესი. ხო საყვარელია მან, ანუ ძალიან კეთილის როლს თამაშობს და თან ის არის. დაიჭირე. ხო.
და თან ის არის, რა ქვია, ყველაზე კარგ კომენტარებს კაკო აკეთებს. მოკლედ და თან რა მაგრე დაიკლო? ეგ ჩელენჯი მოვაწყო? აი მახარაზე მეცინება ძალიან სასაცილოა. არა ერთი წამი. პირველადის უკან. კაი, ერთი წამი, ჩემი კონტენტისთვის. აი, გააჩერე. კაი, გავაჩერეთ, მოდი. ბომბასტილი. ili. ხო და კლე ძალიან კაია აქ და ძალიან კაია დასვენება. ეხლა რომ მივალთ, უნდა ავაწყოთ ნაცვის ხე. აყურებინებთ თქვენ წელს მე რამდენი ნაცვის ხეს ვაწყობ, უკვე აღარ ვიცი. ჯერ ახალი წელიც არ მოსულა. და უკვე მეოთხე ნაცვის ხე ავაწყობ. არა, მეოთხე ნაცვის ხეს ავაწყობ. აუ, კი, ცხენები მინდა. ცხენები. აბა ნახოთ. როგორი ლამაზი ცხენი ეს არის გუვარ. გუვადარი. ანა. ვინ აღარ შენ? ვინ ჩოჩორი ხარ? მიშკა ქვია. მიშკა კი არა, ანა უნდა დაერქვა. ბავშვობაში და ჩვენს მივყავდით ცირკში მე და ჩემი და გაიჩნდა ვირი და ჩემთან დამიყвира რომ გელი მოდიშო და შევხედე ამ ვირს და მგელი მეკონა მეც და გავიქეცი. ესეთი ძალიან მე ამიტი ბავშვი ვიყავი. ნახეთ პონი. ორი ძაღლი მოგსდევს პარალელურად, იმედია. ვაი. არ შემომახტეს ახლა თუ როგორ გამისკდება. წადი ჩქარა. ადი გული გამისკდება. გაიცუგა. მოვკვდი. ისე შემეშინდა ახლა ამ ძაღლების ძლივს მოვიშორეთ. და ისინი როგორ გაჩერდნენ, როგორ არ შეეშინდათ. ჩვენ ეგვიპტეში ვიჯახით აკლემზე და ნუ აი აკლემი ძალიან სასაცილო ცხოველი არის. აი როგორები იყვნენ, გახსოვს? აკლემები როგორები იყვნენ, გახსოვს? აი ძალიან, ნუ მაღლები ძალიან და ნატანჯები. ხა მივიდეთ ავეწყოთ ნაცვის ხე. Obsessed with you? Hello, შოთებს. შოთებს? არა, კამერის გარეშე ვერ წამო. არა, უეჭველი კამერა. აი, მე არ გადამია. ოთხშაბათი არის, ჩამოვედი თბილისში, უცხოდ მოვედი სახლში, გამოვიცვალე, მივდივარ პრეზენტაციაზე და შედარებით მაგვიანდება, შედარებით ადრე ვფიქრობდი ჩამოსვლას, მაგრამ არა უშავს მოვასწრებ, ხალხს უნდა გავიარო თან. პრეზენტაციაშიც რაღაცები ჩასამეტებელი მაქვს, როგორც იცით, დღეს მივდივარ Skillville-ში. ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია არის, ცოტა უფრო პროფესიონალური, ვიდრე აქამდე დასაქმების ბაზარზე არსებული აკადემიები იყო. აქვთ ძალიან ლამაზი ახალი შენობა.
ამ შენობაში საგათვალიერებინებ, დაბლაბარში მივდივარ და დატარდნენ ჩემი კომპანიიდან, უნდა ჩავატარო soft skill-ებზე, ანუ რბილ უნარებზე პრეზენტაცია. უნდა გავაცნო ჩემი კომპანია, შერჩევის პროცესი და ასევე რა რბილი უნარები ჭირდებათ სტუდენტებს იმისთვის, რომ მარტივად დასაქმდნენ. მიმგზავრეთ კარგად, საცობები თითქმის არ იყო. საშა ვუყურეთ სოსონე ბერიძის ინტერვიუს საშა კაცმანთან YouTube-ზე არის ესეთი პოდკასტი, ვინც არიცით. და ძალიან მომეწონა Soso Around the World ალბათ ყველა მიცით. და რაღაცნაირად ძალიან საყვარელი ისტორია გქონია კონტენტ კრეატორობის ძალიან ენთუზიაზმით დაუწყია და დღეს უკვე რაღაცა ბიზნესად აქვს ქცეული და კამერა გამეთიშა. ხა ძალიან საყვარელი ბიჭია და ძალიან კარგი ისტორია აქვს და საუბრობდა ინტროვერტებზე და ექსტროვერტებზე და რომელი უფრო კარგი კონტენტ კრეატორია და მოკლედ Sosoც ინტროვერტია, ჩემს მსგავსად. და განიმტკიცა ჩემი აზრი, რომ ინტროვერტებს ბევრად უფრო კარგად გამოგვივა კონტენტ კრეატორობა, იმიტომ რომ ბევრად უფრო შვიდად ვართ, როდესაც მარტო ვართ, ვესაუბრებით კამერას, კამერას ამ შემთხვევაში ჩვენ თავს, მაგრამ კამერას და უფრო ინტროვერტების საქმე მგონია, იმიტომ რომ ექსტროვერტებს უჭირთ ზოგადად მარტო ყოფნა, მარტო დარჩენა და მარტო იმ სიხშირეზე ყოფნა, რა სიხშირეზეც ეხლა მაგალითად მე ვარ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რომ მარტო ვარ, გესაუბრებით, კამერის საშუალებით და ეს არ მიქნის დისკომფორტს. ამიტომ ხო ინტროვერტებს ჩემი ერთი ხმა დაემატათ. უყურეთ ამ პოდკასტს, ვისაც გაინტერესებთ. მსოფლიოს გარშემო როგორ დაიწყო მოგზაურობა. მინდოდა რომ ჩამეცვა თეთრი საროჭკა ან რაღაც ღია ფერის და როგორც ხედავთ სრულიად შავებში ვარ წარმოდგენილი. ველოდები ნიშანს რაიმეს რომ ავდგე და გავაფერადო ჩემი გარდერობი. დღეს არის ხუთშაბათი. მივდივარ BTU-ში, იმიტომ რომ გვაქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა Tech HR კოლექტივის და Tech Women Communities, სადაც დაგვესწრებიან სტუდენტები და ქალები, რომლებიც ექსპეროში განვითარებას გეგმავენ და ჩვენ მოვიწვიეთ Tech HR კოლექტივის 6 პარტნიორი კომპანიიდან HR-ები, რომლებიც ჩაატარებენ მასტერ-კლასს. ძალიან კარგი ხელისყრები მქონდა და სადაც წავიღე ნეტა. აი, ამის ცოტა დიდი მოცულობები ხო არ გაქვთ? არა ხო? ცოტა თხელი ის კრემი მინდა და ეს ვიცი რომ უბრალოდ თხელია, არ მინდა რომ ძალიან კრემისები გაქვთ. აი, ძალიან კრემისები. აი, და ღირებულება რა აქვს? ეხლა გინახავ? იყოს. Genau, da liegt das. Interessant genug. So geht dann aber. ნიერი მომსახურება იყო. დღეს უნდა წავსულიყავი, ჩემი დახატავს რაღაც ახალ კედელს. თორცდები საქართველოს ბანკის პოსტერი არის, რაღაც ახალი ბარათი გამოდის და ძალიან დიდ კედელს ხატავს და უნდა მივსულიყავი და შუა გზაში გამოსული რო ვიყავი. მითხრა რომ დღეს არ ვხატავთო, გავცივდიო და ცუდად ვარო. ამიტომ სხვა დროს განახებთ.
სრულდება შეხვედრა. ინდივიდუალური სესიების ბოლო რაუნდი არის. შეხვედრის სტილი, რაც ეხლა მოვიფიქრეთ, ამსტერდამში ვიყავი ერთ-ერთ მასტერკლასზე, სადაც მსგავსი ტიპის შეხვედრა იყო, სხვადასხვა HR, HR-ების მასტერკლასი იყო. სხვადასხვა HR თემები იყო, სხვადასხვა კუთხეში მოქცეული და ჯგუფებად ვიყავით დაყოფილები და თითო ჯგუფი მივიდიოდით თითო კუთხეში, თითო თემის განსახილველად და თემა როგორც კიდე სრულდებოდა, შემდგომ ვინაცვლებდით სხვა ჯგუფთან. საკმაოდ კარგი და ეფექტური აღმოჩნდა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემ ჯგუფთან ერთად გავიარა ტრანსფორმაცია და ვისწავლე ახალი რაღაცეები და თან ყველა თემას შევეხე და გადავწყვიტე რომ საქართველოშიც გაგვეკეთებინა მსგავსი რაღაც და TechHR კოლექტივის წყალობით, მოკლედ ამ ივენთის ხორცის შესხმა გამოგვივიდა ამ იდეის. დასრულდა. მე მგონი მოემართებიან ჩვენსკენ და ასევე ამ ვიდეოთი ვასრულებ მესამე კვირის ვლოგის გადაღებას. უღრმესი მადლობა მინდა გადაგეხადოთ თითოეულ მათგანს, ვინც მიყურებთ და მგულშემატკივრობთ და ჩემ ნაცნობებს, ვინც რჩევებს მაძლევთ საკმაოდ კონსტრუქციულ უკავშირებს, რა გამოვასწორო და როგორ და კომენტარებშიც გელით ადამიანებს, ვინც ფიქრობთ, რომ რაიმე რჩევა შეგიძლიათ მომცეთ, როგორ განვითარდე, მუსიკა იქნება, ტემპი, მონტაჟის საკითხი, მოკლედ ყველაფერში ველი თქვენს ფიდბექს და რაც შეეხება პროცესს, მოკლედ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შრომატევადი არის ვიდეოების გადაღება და მინდა რომ უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ყველა კონტენტ კრეატორის მიმართ, რომელიც ამ ძალიან რთულ საქმეს ეკიდება, იმიტომ რომ ურთულესია ერთი საქმიანობა მოიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა ფუნქციას, ამიტომ დამონტაჟება, copywriting-ი, თუნდაც ვიდეოების გადაღების პროცესი საკმაოდ დიდ კომპეტენციას მოითხოვს, ამიტომ მოკლედ კიდევ და კიდევ უფრო ვწმუნდები, რომ ეს არის ცალკე პროფესია, ცალკე მიმართულება, რომელსაც ძალიან დაფასება ჭირდება, ბევრი შრომა ჭირდება და ნახოთ როგორ განვითარდები.